ამ დარტყმას არანაირი სამხედრო ლოგიკა არ ჰქონია. ეს რუსეთის სამხედრო დღის წესრიგს არაფერს შემატებს. ეს არის განზრახული ტერორი, იგივე რასაც პუტინის არმია აქამდეც ყველგან აკეთებდა, ჩეჩნეთიდან სირიამდე. მკვლელობა და განადგურება ერთადერთი რამ არის, რასაც პუტინი და მისი რუსეთი ნამდვილად კარგად ახერხებენ და სწორედ ეს აერთიანებს რუსეთს ისეთ რეჟიმებთან, როგორებიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. რუსეთი ახლა ირანის ბირთვული პროგრამის გადარჩენას ცდილობს. მათ საჯარო განცხადებებსა და პირად მოქმედებებს სხვა განმარტება აქვს. როდესაც მათი რომელიმე მოკავშირე ომის წარმოების უნარს კარგავს, რუსეთი ზარალდება და ყოველთვის ცდილობს ჩარევას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ აგრესიულ რეჟიმებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გაერთიანდნენ და პარტნიორებად იქცნენ. უკრაინა მზად არის შეხვედრისთვის უმაღლეს დონეზე, იმ დონეზე, სადაც ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღება. მზად ვარ შევხვდე ნებისმიერ ფორმატში მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს და ვისაც შესაბამისი მანდატი აქვს, მათ შორის პუტინს, მიუხედავად იმისა, რომ მან კონსტიტუციურ უფლებამოსილებას მინიმუმ 3 ჯერ მაინც გადააჭარბა. სასურველია ომი დასრულდეს პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში. ველოდები მის დახმარებას, ველოდები შეერთებული შტატების გავლენას. ეს არის ის, რაც რეალურად შეიძლება დაგვეხმაროს.